თავი მე-13 ძმური სიყვარული დარჩეს. სტუმართ მოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართ მოყვარეობა და არ სცოდნიათ. გაიხსენეთ პატიმარნი თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, რადგან თქვენ თვითონაც სხეულში იმყოფებით. ყველა ცოლქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს. თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ, უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია, რას მიზამს მე კაცი. გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრული შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე გუშინდა დღეს, იგივეა უკუნისამდე. არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა, ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. ვინაიდან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათათვის შეაქვს მღვდელმთავარს წმიდაში, ბანაკს გარეწვავენ. ამიტომაც იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ იტანჯა. მას გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა. ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ. მას მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის. მოусმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენ სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის. ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ. უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდეთ თქვენთან. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო, სრულყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისინების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს საშუალებით. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. გთხოვთ ძმებო, შეიწყნარეთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ. იცოდეთ, გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ. მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან. მადლი ყველასთან თქვენთან. ამინ.